ესენი რა გაქვს ყუთში? საახალწლო დეკორაციები ძლივს გადმოვათრიე. გაგიმართლა, ბედნიერი ახალი წელი გექნება ჩემგან განსხვავებით. რატო რა მოხდა? მთელი ფული დავხარჯე და არ დამრჩა დეკორაციებისთვის და საჩუქრებისთვის. კარგი რა, დღეს უკვე იმდენი რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ხელით ფულის გარეშე. ასე მარტივი რომ იყოს, მაგრამ როგორმე უნდა მოვემზადო ახალი წლისთვის. აი მე კი ძალიან გამიმართლა, საახალწლოდ ეს ოქროს ბარათი გადმომცეს და საახალწლოდ ყველაფერი საუკეთესო მექნება. ხო, გაგიმართლა, წავედი ქუჩაში საახალწლოდ ნათვისხე მაინც ვიპოვო. ესენი ძალიან ლამაზებია. დიდარი. რა ლამაზი ნათვისხე მაქვს? ასეთი არავის არ ექნება. რა მაგარი ნათვისხეა. ეს ნათვისხე ჩრდილოეთ პოლუსიდანაა. თვით სანტა კლაუსმა მოეცრა თავისი ხელით. მართლა? გინდა დამეხმარო მის მართვაში? რა თქმა უნდა მინდა. რა მძიმე ბურთია. რა თქმა უნდა მძიმეა, ნამდვილი ოქროსგანაა დამზადებული. მე შესაძლოა ცოტა მოგზაურობულად მორთავდი. რატომ მოგზაურობულად? ყველა მნახოს როგორი მდიდარი ვარ. გასაკვირია შენ ნათვისხე ოქროს რო არა. კარგი იდეა, იქნებ ოქროს ნათვისხე შემეყვეთა. ვფიქრობ ძალიან მძიმე იქნება. ღარიბი. კარგია რომ გამყიდველმა ეს ტოტი მაინც მომცა უფასოდ. რაღაც ნათვისხე მაინც მექნება. ახლა როგორმე ამის მორთვა მჭირდება. შენ ახი არის რა ნათვისხეა, ალბათ $1,000,000 ეღერება. ნათვისხე მაინც როგორმე უნდა მოვთო. ეს შენ ნათვისხეა და ესეც ასე. დეკორაციები არც ისე ლამაზია, მაგრამ სამაგიეროდ უფასოა. ეს ცოტა დავამატოთ დეკორაცია. და სად ვიშოვო? მაღაზიაში უამრავი ლამაზი რამ არის, მაგრამ ფული არ მაქვს. მოდი ნაგავსაყრელზე ვნახოთ, იქნებ ვინმე გადაყარა. არა, მადლობა, სანაგვე ურნის სათამაშოებით ნათვისხეს ვერ გავაწყობ. ჩემი სამაჯური გამიხსნა, იქნებ გამოგადგეს. ვაუ, მადლობა. სრულყოფილი ნათვისხე. ასეთ ნათვისხესთან ბევრ სათამაშოს ვერ დაავალებ. არა უშავს, სათამაშოებისთვის სხვა ადგილი მაქვს. დიდარი. თელ სახლში მილიონობით განათებას გავაკეთებ. მოვთავ გარეთაც და შიგნითაც. რატო დააყენე ასეთი კაშკაშა ნათურები? მინდა რომ ჩემი სახლი კოსმოსიდანაც გამოჩნდეს. კოსმონავტას გინდა მიულოცო ახალი წელი. მინდა რომ თოვლის ბაბუამ პირველი ჩემი სახლი დაინახოს, ასე რომ თელ საჩუქრებს მე მომიტანს. მე ვერ გავაცებ თოვლის ბაბუს შენი ნათურებით, მილიონი აქა. მერე რა, ვფიქრობ ის დამიფასებს შრომას და საუკეთესო საჩუქრებს გამომიგზავნის. ალო, კიდევ ასე გირლიანდა მინდა. ღარიბი. არის ასეთი რამდენი ნათურა აქვს და კიდე შეუყვეთა. მეც მაქვს. და თან 2. შენ გინდა მითხრა რომ შენი გირლიანდა იმუშავებს? რა თქმა უნდა არა, ნათურები ელექტროენერგიასთან არ არის დაკავშირებული. მაშინ რა გინდა ესეთი გირლიანდა? ის მაინც შექმნის რაღაცნაირ საახალწლო ატმოსფეროს. ახალი წელი შეუძლებელია გირლანდების გარეშე. დიდარი. ისე ოქრო? რა თქმა უნდა, ნათვისხეს ჩვეულებრივი წვიმით ვერ მოვთავ. ასულ ოქრო აიჩი, იქნებ მოიფიქრო რამე სხვა გაფორმება. მართალი ხარ, წვიმებს ჩემი ხედით გავაკეთებ. მე მეგონა ყველაფერს ყიდულ. აქ და მელოდე, მალე გირლანდებით დავბრუნდები. აბა როგორ მოგწონს? შენ გააკეთე გირლიანდა ნაღდი ფულით? რა თქმა უნდა, მე ხომ ის ძალიან ბევრი მაქვს. ესეთი გირლიანდა არავის არ ექნება. ღარიბი. მილა რასაკეთე? ვილეულს ვაგროვებ დეკორაციებისთვის. შენ ხო თქვი რომ არ გავაფორებ მაგისონიდან. რადგან ღარიბი ვარ, მივხვდი რომ ეს არც ისე ცუდი იდეაა. და რას გააკეთებ ბანდებით? ნახე, ლამაზია რა? ნახე როგორ ბრწყინავს? და ლამაზია, ფაქტიურად როგორც არის ასე. მოთლიდანაც გია შესაძლებელი გირლიანდის გაკეთება. გენიუსი. და ცელოფლის პარკებისგან ცუდი ბურთები არ გამოვა. რას ფიქრობ? ეს არაა ცუდი იდეა, მაგრამ არ გაგიტაცოს. ვიცი რომ ფულის გარეშეც შესაძლებელია საახალწლოდ მომზადება. დიდარი. იმედი მაქვს თოვლის ბაბუა ესეთ გამასპინძლებას დამიფასებს და ბევრ საჩუქრებს მომიტანს. უნიკალურ პატარა პეჩენიებს უტოვებენ, მაგრამ თქვენ დიდი დაგიტოვებიათ. სახლში ყოველთვის დიდი პეჩენია მაქვს. ეს ყველაფერი თვითონ რომ შეჭამოს, ალბათ ვერ მოასწრებს ყველა საჩუქარის დარიგებას. კიდევ გზეც შეიძლება მეზდავლეო. არ შეეხო, ერთ ზე თოვლის ბაბუისთვისაა. ეს ჩვეულებრივი გზეა, კიდე დაუსვი მაცივარში ბევრია.
ეს რძე უნიკორნისაა, ასეთ რძეს ვერ სათიპოვი. ღარიბი. ვარძე იყიდე, მეგონა ფულის საერთოდ არ ქონდა. საჭიროა რომ თოვლის ბაბუს როგორმე გაუმასპინძლე. უნდა მიხვდეს რომ ამ სახლში მას ელოდებიან. ხო, რა საშინელებაა. რატომ გასინჯე? მე ეს ჩვეულებრივი რძე მეგონა. ვაღიარებ უკვე მაცივარში თვეზე მეტია მიდევს. თოვლის ბაბუს ეს ძერო დაელიას, სპალეთში იჯდებოდა და საჩუქრებს ვერ დაარიგებდა. მე არ მგონია რომ თოვლის ბაბუა იმივთეს რომელსაც მაგიდაზე უდებენ სვამს. ფიქრობ რომ მხოლოდ საჩუქრებს ტოვებს და მიდის. დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი ჩემთან შემოვა და მერე შენთან. შენ ერთი პეჩენია გაქვს და მეორე კატეხილია. ხო, მაგრამ სხვა არ მაქვს. იჭმევა მაინც? მოხუცმა ქალბატონმა მომცა ისინი. მტრედებს აჭმევდა ქუჩაში. გემრიელად ჭამდა მტრედები. არც ერთი არ მომხვდარა. ეს პეჩენიები ქუჩაში იყარა? ხო, მაგრამ მე მოვაშორე ყველა მიკრობი. სადეზინფექციო ხსნარი დავასხი და მგონი თოვლის ბაბუას არაფერი ემუქრება. ეს მახარებს. დიდარი. საჩუქრები შეფუთე? ხო, მაგრამ ნუ უყურებ. ჯერ ადრეა. ჩემი საჩუქარი შეგვიძლია არ მაჩვენო. აჩვენე გოგოების საჩუქარი. აი ეს საჩუქარი ამელკასია. მინდა ლამბორჯინი ვაჩუქო. ეს ხო BMW-ა. ხო, კარგი BMW. ამერიკასთვის ნაადრევი ხო არა მანქანისტარები. რომ გაიზრდება იმ დროისთვის. ვიცი რომ ესეთი მანქანა მოსწონს, ამიტომაც ჩუქნი. და მილასთვის რა გაქვს? ბილეთები მალდივებზე. იმედი მაქვს მოეწონება. როგორც ჩანს, მაგარი საჩუქარი მეგოდება. რას ფიქრობ, როგორ შევფუთო? ოქროთით ვერცხლით. ფიქრობ, ჩვეულებრივი შესაფუთი ქაღალდით საკმარისია. ღარიბი. აი რა მაგრად მოვიფიქრე. არ გავსაგდე? არა, საჩუქრებს ფუთავ. ყველა ფული დავხარჯე, მაგრამ საჩუქრები მეგობრებს მაინც უყიდე. და რა საჩუქრები? სათამაშო სამელკას ვაჩუქებ. შენ შოკოლადს, ანისეს კი ამ შეფუთვას. ორიგინალი საჩუქრებია, მაგრამ ყუთებს რა სარგებლობა აქვს. ბევრ ამას ჩადებ. ძალიან გამოყენებადია. და გაზეთი რაღაცა შეჭირდება. შესაფუთარ. ფიქრობ ძალიან მოდურად გამოიყურება. ფერადი ქაღალდის ფულიც არ გაქვს, ძალიან იაფია. მე თითოეული თეთრი დათვლილი მაქვს. გაზეთი არ არის საუკეთესო ვარიანტი შესაფუთად. ვარიანტიც მაქვს. შემიძლია შოკოლადის შეფუთვისგან შეფუთვა მოუმზადო. ძალიან ფერადია ესენი. შენ მას უბნიდან ამოიღებ, სხვა ვარიანტები გაქვს? შემიძლია ნაჭრისგან შევფუთო. ძალიან ორიგინალურია. ეს ხო უბნიდან ამოღებული წინ და არა მგონი გაზეთი ჯობია. დიდარი. ძვირფასო თოვლის ბაბუა. წელი უნდა გაუგზავნო თოვლის ბაბუს? უამრავი სურვილი მაქვს. 100 წერილის დაწერა მომიწევს. მართლამდე სურვილი გაქვს, შეხო ყველაფერს ყიდვა შეგიძლია. ბედნიერება ფულში არ არის. მე იმას ვწერ, ეს იყიდვაც ფულით შეუძლებელია. შენსგან ამ საშინელი სონი. ეს კალმარის მელანია. ყველაზე ძვირად ღირებული კალამი მსოფლიოში. მე არასდროს ვიყიდი ასეს, თუნდაც მილიარდერი ვიყო. რადგან ჩვეულებრივი კალამი თუ კი შემიძლია ყველაზე ძვირად ღირებული კალამი ვიყიდო. მე ხომ ოქროს ბარათი მაქვს. ღარიბი. უფრო ცოტა ფიფქების დეკორაცია უნდა გამომეჯრა. ასე უფრო მეტი ქაღალდი დამრჩებოდა. ამ ქაღალდზე დაწერილს თოვლის ბაბუა ნამდვილად ვერ გაიგებს. მელანიც უნდა დავზოგო. ძალიან ცოტა დარჩენილა. შენს წერილს უწერ თოვლის ბაბუს? ხო, მას მოვთხოვ. ბევრ საჭმელს, ტანსაცმელს, ჩანთას და ბევრ ფულს. კარგი სურვილებია. და შენ დაუწერე? კი, მაგრამ რო გითხრა არა მიხდება. ქაღალდის ფულიც აღარ დამრჩა. იქნებ წერილი არ დამეწერა. ქაღალდი მაქვს, მაგრამ საღაჭი რეზინი ჩავყარე. ამ ქაღალდზე ერთ სურვილსაც ვერ დავწერ. მაშინ შენ თვითონ მოიფიქრე. აი რაც მჭირდება, აქ ნამდვილად ყველა სურვილი დაეტევა. წერილს როგორ გააგზავნე, შენ ხომ კონვერტი გჭირდება და კონვერტი ფული ღირს. გამოსავალი ვიპოვე. ქუჩაში მტრედს ვდახავ და იმას დავუმაგრებ წერილს და გავატან. მაშინ ცოტა დაწერე, რომ მტრედმა შეძლოს წერილის წაღება. ხო, ჯობია ერთი წერილი დავწერო, თორემ საწყალი მტრედი ჩამოვარდება. ფულით ხო, ფულით ყველაფერს იყინე. ვიც ესე ვფიქრობ. დიდარი. ეს არ იქნება საკმარისი, კიდევ უნდა ვიყიდო რაღაცეები. აქ რა ხდება, სურსათის მაღაზია გაწარცვე? არა, ეს პროდუქტებია საახალწლო მაგიდისთვის. და რამდენი ადამიანი შეჭამს ამას? 4. მე მეგონა მთელი ქალაქი შეგრება გინდოთ. ეს ძალიან ბევრი 4 ადამიანი. სუფრამ დიდრულად უნდა გავაწყო, ეს ხომ ახალი წელია. და რა საჭმელების მომზადებას აპირებ? საჭმელების მომზადებას არ ვაპირებ. შემზარეულს დავიქირავებ და ის მოამზადებს ყველაზე ძვირად ღირებულს და დელიკატურ გემს. ოლივია იქნება? ოლივია არ არის ჩემნაირი დიდარი ადამიანებისთვის. ჩვენ ვჭამთ შავ ხიზილავას, ლობსტერებს, საქონლის ხორცს და ბევრ სხვა რამეს. და ოლივიას გარეშე ახალი წელი როგორ შეიძლება? ეს ხო ტრადიციაა.
მილას აუცილებლად ექნება ოლივიე. იქ შევჭამთ. და რასასწრებელი გექნება? ყველაზე ძლიერ ღირებული კოქტეილებით ხევადი ოქროთი. გავარკვე რას ამზადებს მილა იქ. ღარიბი. იმედი მაქვს ჩემს მეგობრებს მოეწონებათ საჭმელები. შენ უკვე იყიდე პროდუქტები. შეიძლება ასეც ითქვას. და კერძებს ამზადებ. პური მექნება თეთრი, შავი და ბატონჩიკი. ეს ხო ქვასავითაა. პირიქით კარგია, წავიკითხე რომ ახალი პური ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ეს ობიანიცაა. არა უშავს, მოვაჭრე და შეიძლება შევჭამოთ. პურის გარდა სხვა რამ იქნება? რა თქმა უნდა, სენდვიჩები, ვიცი. წითელი ხიზილალი. მაცივარში იყო დარჩენილი. ოჰო, ბანკეტივითაა. ხიზილალა ძალიან გემრიელია, მაგრამ ცოტა გამოშრა. არა უშავს. და კიდე რამე გააქვს? ნახე, კიდევ რა იყო მაცივარში? და ეს ძლები ჩვენთვისაა? ხო, დედა აპირებდა ამით ზაღლების გამოყვებას, მაგრამ მე წამოვიღე. ეს როგორ უნდა ვჭამო? მისგან გემრიელ ბულიონს მოვამზადე. ხანდახან ჯობი არაფერი იცოდე. აი პომიდორიც, ნამდვილად მდიდრული სუფრა მექნება. დები პომიდორს რაღაცა მაინც არის გემრიელი. ის ჩემი დიდი ბებიის რეცეპტით არის მომზადებული. ო, შეიძლება თვითონ გააკეთე. ნახე, ის 1990 წელს აგაკეთებული 30 წლისაა. მერე რა, კონსერვია და ის არ ფუჭდება. მისი ჭამა 100 წლის შემდეგაც შეიძლება. ეს ადგილზე რო ვიყო ამ პომიდორს მუზეუმში ჩავაბარავდი, ან უკან დავაბრუნებდი სარდაფში. უკვე გადავწყვიტე, მისი ადგილი საახალწლო სუფრაზეა და მარნიდან ბებიის კომპოტსაც ავიღებ. მე არისასთან მომიზევს ჭამა. დიდარი. ვარა, ლამაზი თებშებია. ისინი ფაიფურისგანაა დამზადებული. მე-19 საუკუნის ნაკრებია. გუშინ ვიყიდე აუქციონზე 1,000,000 რუბლად. რა სილამაზეა, ამაზე როგორ უნდა ვჭამოთ? დამშვიდი. ეს უბრალოდ თებშია. ჩვეულებრივად შეჭამ. და ფული აქ რატო დადე? ჩვენ თვითონ უნდა შევუკვეთოთ საჭმელი? სულ დამავიწყდა ხელსახოცების ყიდვა, მაგრამ კარგია რომ ფული მაქვს. და საფეთქები ხომ მაგიდაზეა. კარგი რა. შეხედე ჩანგლებს სუფთა ოქროსგანაა დამზადებული. სულ დამავიწყდა სუფრის გადასაფარებლის დაგება. ესენიც უნიკალურია. ის 10,000,000 აბრეშუმის ჭია მოგსავა სპეციალურად ჩემი დღესასწაულისთვის. სხვათა შორის ეს ჭიქებით მთის ბროლისგანაა დამზადებული. და ესენიც ძვირფასია. მე ასევე ვაპირებ დავპატიჟო ადამიანი, რომელიც კოვზით გვაჭმელს, რათა არ შევწუხდეთ. იმედი მაქვს მილას ეს არ ექნება. ღარიბი. არ მეგონა გაზეთი ასეთი უნივერსალური თუ იყო. შენც უკვე აწყობ სუფრას? ხო, მე უკვე გავშალე სუფრა. ეს ხო გაზეთია. რა მნიშვნელობა აქვს? თავარია მაგიდა არ დაისვაროს. მე ვფიქრე რომ სუფრაზე სილამაზესთვის. შენ ამბობ რომ გაზეთი ლამაზი არ არის? აქ სურათებიც კი არის. თუ მოიწყე შეგიძლია წაიკითხო. ეს ჭკვიანური აზრია და საფეთქები გექნება? რისთვის? გაზეთს მოახებ და ხელს გაიწმენ. პრაქტიკულია. დამეხმარები? კიდე რაში დაგეხმარო? ეს თებშები დაალაგე. ეს ფირფიტებია? ხო, ჩემი ხელის გამაკეთე. ესენი ხო გაფუჭდება საჭმელს რომ და შემდეგ შეგიძლია გადააბრუნო მეორე მხრიდან და ისე მიირთვა. ნუ თუ არ შეგეძლო ნორმალური ერთჯერადი თებშების დავა. ერთჯერადები ძალიან ძვირია. ამას კი გავაშრობ და ხელახლა გამოვიყენებ. მუხაოს ჭიქებიდან დავლევთ? რა თქმა უნდა არა, აი თანამედროვე ჭიქები. ეს ბოთლიდანაა? ხო, თითქმის შეუმჩნეველია, არა? საერთოდ შეუმჩნეველია. შეხედე ჩანგალი ნამდვილს გავს, არა? ყველა კბილისად ითავთ ამოვჭერი. შვენიერია, მაგრამ ამით როგორ შევჭამთ ის ღონება. ხო, ესი არ გამოვა, რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო. იდეა მაქვს. შეგვიძლია ჯოხებით ვჭამოთ, ისე როგორც იაპონიაში. სუში რომ მოგემზადებინა შეიძლებოდა ჯოხებით ჭამა, მაგრამ პურის ჭამა შეუძლებელია. უნდა შევეგუოთ, ჩანგლების ფული არ მაქვს. დიდარი, აპირებ მსოფლიოში ყველაზე მაგარი წვეულება მოვაწყო. PlayStation-ში თამაშებ? ვითამაშებ, სანამ ანიმატორები არ მომვლენ. ანიმატორები გიყოლება? მე ასევე ასკაციანი ორკესტრის მოწვევას ვაპირებ. ისინი ხო აქვე დაეტევიან. მართალია, ამაზე არ მიფიქრია, შემიძლია ხელოსნები დავიქირავო და სახლი გავაფართოვო. წვეულება უკვე ყველა ასიმალე ვერამე რა აშენებს სახლს. ხო და ესე იგი ჩამეშალა წვეულება. ამაზე უარესი არაფერი არ არის. მე ვფიქრობ ვიდეო თამაშები ძალიან სახალისო იქნება და ორკესტრის გარეშე შეიძლება. შენ ფიქრობ, რომ ეს გოგოებს მოეწონებათ? ეს ხომ იაფი გასართობია. კარტობის ეს ბევრი ფულის დახარჯვა არ არის საჭირო. ღარიბი. ჩემი წვეულება ძალიან მხიარული უნდა იყოს. და როგორ აპირებ ჩვენს გართობას? კრესტეგინური კი უნდა ვითამაშოთ? შეჯიბრს მოვაწყობ და გამარჯვებული ტკბილეულს მიიღებს. საიდან გაქვს ეს კანფეტი? ხარშენდელი ყუთიდან ამოვიღე. არ მომეწონა ეს კანფეტი და ამიტომ დავტოვე ყუთში.
შენ არ გიფიქრია, რომ კრესტიგნოლი წეულობის თამაში არ არის? შენ ფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსაწყენია? ფაგასართობებისთვის ყველაფრისთვის ფულია საჭირო. არსებობს თამაში სიმართლე თუ მოქმედება, არაფრის კიდევ არ ჭირდება. ეგ სულ დამოვიწყდა, რა კარგია რომ გამახსენე, მთელი საღამო შეგვიძლია ეგ ვითამაშოთ. წელი ღამე მოგბეზდება. ფაგასართობი გვაქვს თამაშების გარდა? კი, სპექტაკლის დაგდმასაც ვფიქრობ. ეს საინტერესოა. ვინ იქნება მსახიობი? ინდები, შეხედე როგორ შეიძლება? ფეივერკები და შუშხონები რომ იყოს. ესეც არ მაქვს, მაგრამ ასანთი მაქვს. დიდხანს არ იწვის, თუმცა ნაპერტკალივით იქნება. ეს საერთოდ არ გავს. შეიძლება საუკეთესო წვეულება არ მქონდეს, მაგრამ კოსტიუმი ნამდვილად საუკეთესო მექნება. დიდარი. რომელი კოსტიუმი ავირჩიო, იქნება ეს? უემზადები. ხო, უკვე ვიყიდე, ძვირადღირებული დიზაინერების კოსტიუმები, მაგრამ არ ვიცი რომელი ჩავიცვა. ნეტა შენი პრობლემა მქონდეს. არ მეკონა ასეთი რთული თუ იყო მდიდრად ყოფნა. გადაწყვეტე ვინ გინდა იყო. მე მინდა რომ ვიყო ფერიაც, პრინცესაც და ჩადოქარიც ჰარი პოტერიდან. მაგრამ ყველას ერთად როგორ ავირჩევ? ვერ გადამიწყვეტია. ოდიჯერის კოსტუმი არჩე, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოგწონს. არ შემიძლია. იდეა მაქვს, მოდი ყველა კოსტიუმს ერთად ჩავიცმევ. ერთდროულად? ხო, რათა სტუმრებმა ეგრევე დაინახონ, რომ ერთად ბევრი კოსტიუმი მაქვს. აბა მიხდება? საერთოდ გაუგებარია ვინ ხარ. უშნო არა? ასეთი იდეა მაქვს. მთელი საღამო კოსტიუმებს გამოვიცვლი, რათა ყველას ვაჩვენო ჩემი ყველა კოსტიუმი. და რამდენი კოსტუმი გაქვს? დაახლოებით 30. თუ ყოველ წუთს გავეცვლი, როგორ დაждები წვეულებაზე. ყველა სუპერვარსკვლავი იცვლის წვეულებებზე კოსტიუმებს. ნაკლები რითი ვარ, პირიქით უკეთესი ვარ. დიდრებს აქვს საკუთარი უჩვენებები. ღარიბი. აი ასე ეს იქნება ყურები. კოსტუმებიც მოყავს გექნება? რა თქმა უნდა, ქსოვილი არ მაქვს. რამეს მოვიფიქრებ? აბა ვის ვგავარ? და ვის? მე ვეფხვევარ ახალი წლის სიმბოლო. მაგრად გავხარ. ჩერ დასრულებამდე ბევრი მიკლია, მაგრამ ალისაზე ცუდი კოსტიუმი არ მექნება. უნდა ნახო ლიზამ რა მოამზადა. მალე ვნახავ. ჩემი მუყაო. მე სტენდი მეკონა გჭირდებოდა? ეს კოსტიუმებისთვის მქონდა ბოლო მუყაო. მეც ვეღარ ვიშოვი. მაპატია, გინდა კოსტუმი? არ ჭირდება შენგან ნაყიდი. უბრალოდ უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყავი. უნდა ჩემთვის ვიგდე პიცას და ყუთი შენ მოც. არა, კოსტიუმის გარეშე დავრჩი. დიდარი. ბოლო სამზადისის დროა. ვაუ, რა პომადა. ეს ახალი პომადა, რომელიც ფრინავი თევზის ცხიმზეა დაფუძნებული. დასაგები, ანუ ძვირია. დღეს სალონში მივდივარ, მანიკური, პედიკური, ხო იცია რა? შეხო ბევრი ფული გაქვს და სალონში რა იმედი. სალონი მოვიდე შენთან. აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე, ჯერ არ ვარ მიჩვეული მდიდრად ყოფნას. აქ საქმეებს სწრაფად ჩვევიან. ღარიბი. თავარია სწორად გავანაწილო. ეს რა გაქვს? არხალია. დედას მოვპარე, როცა სალათას აკეთებდა. ორშის მომზადება გადაწყვეტე? არა, ეს ჩემი მაკიაჟისთვისაა, გადავწყვეტე წვეულებაზე ლამაზი ვიყო. არ მგონია ჭარხალი გამოგაგდეს. აი, ეს პომადაზე უარესი ნამდვილად არ არის. სეცუდად გამოიყურებ. ძველად ყველა ასე იკეთებდა მაკიაჟს, თუ ფული არ გაქვს, კარგი გამოსავალია. და დანარჩენი მაკიაჟი? არხის გამოყენება შესაძლებელია როგორც ლოყაზე, ასევე თვალზე. მაკიაჟის გარეშე ნამდვილად არ დავრჩები. შენც გამოგატიას იქნება. არა, მადლობა, ასე მირჩევნია. დროა სტუმრებს დავხვდეთ. წავედით. აბა როგორ მგწოდ ოქროს ბარათი? ძალიან კარგი იყო, ბევრი ფული მქონდა და ჩემი ოცნების წვეულება მოვაწყე. მე ვფიქრობ, რომ ჯობია ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთო ოქროს ბარათის გარეშე. დღესაც საუს რომ ამზადებდი, ალბათ ოქროს ბარათს ავირჩევდი. თუ მეთანხმებით, დაალაიქეთ. ახლა კი წავედით დღესასწაულის აღსანიშნად. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. კარგად.